პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა დღეს ბათუმის სამხატვრო აკადემიაში. დაახლოებით 15 ექსპონატი ბათუმელ ხელოვანთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში შესრულდა. 7 ბათუმელმა და 5 უცხოელმა მხატვარმა ტილოები სხვადასხვა თემატიკაზე შექმნეს. ექსპოზიციაში სჭარბობს ბათუმის ხედების ამსახველი ნამუშევრები. მხატვრებმა მათზე მუშაობა 4 ოქტომბერს დაიწყეს. Был такой опыт работы. ერთობლივი მუშაობის გამოცდილება ქართველებთან მე არაერთხელ მქონია, თუმცა ბათუმში პირველად ვარ. ამ ქალაქში ბევრი რამ არის ისეთი, რადგან შეიძლება ხატო. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ ამ პატარა ქალაქში ხელოვნების მიმართულებით რამდენიმე უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არქეოლოგიურმა მუზეუმმა, ამიტომ შევეცადე ტილოზე კოლხეთის ისტორიის ნაწილი გამეცოცხლებინა. მინდა გითხრათ ისიც, რომ ამ ჩემს ფესვები კახეთიდან აქვს, ლაგოდეხის რაიონიდან. ამიტომაც ქართველები განსაკუთრებით მიყვარხართ. Ლამაზი ტრადიცია დამყარდა ქალაქ ბათუმში უცხოელ მხატვრებთან პლენერების ჩატარება, რომელიც ძალიან დიდ გამოცდილებას გვაძლევს ჩვენ მხატვრებს, რომ გავიცნოთ უცხოელი მხატვრები, მათი შემოქმედება, მათი მიმართულება და გავიცნოთ თანამედროვე ტენდენციები რა არის თანამედროვე ხელოვნებაში. ყველა ის ნამუშევარი, რომელიც აქ არის მხოლოდ ამ პლენერზე შესრულებული. ყავს ძალიან საინტერესო სტუმრები პოლონეთიდან, შვედეთიდან, ბელორუსიდან. ასაკითაც და მანერითაც ძალიან განსხვავებული ნამუშევრები აქვს და ძალიან კარგი პროექტია. მადლობა ბათუმის მერიას, რომ შესაძლებლობა მოგვცა ჩაგვეტარებინა ეს პროექტი და იმედია გაისადა წარმატებით განხორციელდება.